ოპოზიცია გახრეჩილია და არის პოლიტიკური მტრობა, ამბობს ლევან გაჩეჩილაძე. მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში თბილისის მერობის ყველა კანდიდატი გააკრიტიკა და თქვა, რომ არც ერთ მათგანს მხარს არ უჭერს. გაჩეჩილაძეს ჯერ ისევ არ გადაუწყვეტია იყრის თუ არა თავად კენჭს თბილისის მერის არჩევნებზე. დაიცავი საქართველოს ლიდერმა ოპოზიციაში არსებული მდგომარეობა საკალათბურთო მატჩი ადარა, სადაც გუნდებს მსაჯის ფინალურ სასტვენამდე უჭირთ იმის აღიარება, რომ მარცხდებიან. გაჩეჩილაძის განმარტებით იგივე ხდება ოპოზიციაში, სადაც არ აღიარებენ, რომ მათი პოლიტიკა დამარცხებისკენ მიდის. ტელეედერში დაიცავი საქართველოს ლიდერმა ალასანიას ალიანსიც გააკრიტიკა და თქვა, რომ იქ ერთობა არ არის. გადაცემაში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტების მწვავე კითხვებმაც გააღიზიანა, რის გამოც ისინი არაკორექტულობაში დაადანაშაულა. ალასანიას მხარს არ უჭერს ორი რამის გამო ამ ჩუჩი. პირველი რაც ყველაზე მთავარია, ვერ ხედავ სწორ კამპანიას გამარჯვებისას. ვერ ხედავ. ჩემთვის გამარჯვების კამპანია შედგება სამი ატრიბუტისგან. პირველი ეს არის სააკაშვილის პოლიტიკურად დამარცხების ატრიბუტი. მე მაინტერესებს ის წესრიგი, რა ნაბიჯებით მარცხდება სააკაშვილის ხელისუფლება გამარჯვებამდე და გამარჯვების მერე. მეორე ატრიბუტი არის თვითეული თბილისელის ცხოვრების გაუმჯობესება რა ნაბიჯით ხდება. რა გავაკეთო და ვერცამაც ვერ ხედავ. და მესამე, ჩემი ქალაქი, სადაც მე ვარ დაბადებული, იმის სული როგორ იქნება ამ არეულ მშენებლობებში და აბსოლუტურად გაუცვლელ ურბანულ მოწყობაში მოგვარებული. აი ეს სამი ძირითადი ამბავია, რომელიც ადამიანმა უნდა დამანახოს. ხელოვნურად გინდა ხარი დაუჭირო, ხელოვნურად ხარ ვერ დაუჭერ. თუ ეს არ დავინახე. ეხლა მეორე. ამას რომ ირაკლი ალასანიას რომ ხარი დაუჭირო, ძალიან ტენდენციური უნდა ვიყოს ზვიად ძიძიგურთან და კობა დავითაშვილთან. ისინი არიან ჩემი თანამებრძოლები და მე ჩემ თავთან თუ იმან მე უკეთესი კამპანია მანახა, მართალი არ ვიქნები. ლევან გაჩეჩილაძის სატელევიზიო ეთერის დროს მისი კრიტიკის მთავარი ობიექტი ირაკლი ალასანია იყო. ყოფილი დიპლომატი დაიცავი საქართველოს ლიდერმა არათანმიმდევრული წინასაარჩევნო კამპანიის გამო გააკრიტიკა. ეს განცხადებები ალასანიასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ალიანსში დღემდე ფიქრობენ, რომ გაჩეჩილაძე მათი მხარდამჭერია. დაპირისპირების დეტალებში გარკვევას დღეს დილიდან ეკა სოსელიაც ცდილობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკა, რაც აცხადებენ ალიანსის საქართველოს ლიდერები. გაჩეჩილაძისგან დაწუნებულ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ალიანსის საქართველოსთვის წევრები ამბობენ, რომ როდესაც ვინმე ირაკლი ალასანიას კამპანიას უწუნებს, მაშინ გაიხსენონ თუ რა ბრძოლის სტილი იყო არჩეული შარშან და რა შედეგი მოიტანა საპროტესტო აქციებმა. დღეს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად საზოგადოების დაკვეთის პასუხია. საკმაოდ დიპლომატიური იყო დღეს პასუხი ლევან გაჩეჩილაძის კრიტიკასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამაც და დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადეს, რომ ლევან გაჩეჩილაძე არის მათი მეგობარი, იგი არ არის პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის, უბრალოდ ოპოზიციაში პრობლემა შექმნა მისმა გაჭიანურებულმა და ჩამოუყალიბებელმა პოზიციებმა, რამაც ასევე ხელი შეუშალა ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შექმნას. ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით ლევანისგან ჩვენ გვახსოვს განცხადებები და მოსაზრებები, რომ ის მხარს უჭერს მას სწორედ ირაკლი ალასანიასთან ერთად წარმოუდგენია პოლიტიკური ბრძოლა. ახლა შესაძლოა ბოლო დღეებში რაღაცა ეჭვი შეეპარა ამაში. მის მიერ გადაწყვეტილების მიღება ან რაღაცა ტიპის ნახევრად მიღებული გადაწყვეტილების ბოლომდე ვერ შესრულება თუ არ შესრულება, ეს იყო პრობლემა. და თავისთავად ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მცდელობის პროცესი, ვითომ ეს პროცესი, ამანაც გააჭიანურა. ლევან გაჩეჩილაძე არის დამოუკიდებელი პიროვნება, თავად იღებს ალბათ მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და ამაზე იქნება დამოკიდებული უკვე ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა, მაგრამ ჩვენ მეგობრებად ვრჩევთ. ალიანსის წევრები დღეს ამბობდნენ, რომ მათ თვეების განმავლობაში ჰქონდათ მოლოდინი, რომ ლევან გაჩეჩილაძე დაუჭერდა მხარს ირაკლი ალასანიას. მოლოდინებზე საუბრობდა თავად ლევან გაჩეჩილაძეს გუშინ კავკასიის ეთერში, ოღონდ იმ კონტექსტში, რომ მას ჰქონდა მოლოდინი ირაკლი ალასანიასის, სანამ ის საქართველოში ჩამოვიდოდა, თუმცა მან ლევან გაჩეჩილაძის მოლოდინები ვერ გაამართლა, რადგანაც იგი გახდა არა ნაციონალური, არამედ მხოლოდ ალიანსის ლიდერი.